დღეს ყოველთვის საყვარელ დარიჩინის ფუნთუშებს კიდევ უფრო დაუვიწყარ დესერტად ვაქცევ, ამაში კი პეიმანის თხილეული დამეხმარება. პირველ რიგში ცომის მოსამზადებლად თბილწეში ვხსნით საფუარსა და შაქარს, ცალკე დიდი ზომის თასში ვცრით ფქვილს და ვურევთ შაქარსა და მარილს. შემდეგ ვამატებთ გააქტიურებულ საფუარს, ორცალ კვერცხს და გამდნარ შეგრილებულ კარაქს. ვზელთ რბილ ცომს და ვასვენებთ თბილადგილას გაორმაგებამდე. ხრაშუნა და არომატული შიგთავსის მოსამზადებლად უხეშად ვჭრით პეიმანის მოხალულ თხილსა და ნუშს. ვურავთ ყავისფერ შაქარს და დაბქულ დარიჩინს. დასვენებულ ცომს ვაბრტყელებთ, ვუსვამთ რბილ კარაქს და უხვად ვანაწილებთ თხილეულის შიგთავს. ვახვევთ რულეტად, ვჭრით ნაჭრებად, ვაწყობთ საცხობ ფორმაში და კიდევ ცოტა ხნით ვასვენებთ გაორმაგებამდე. სანამ ფუნთუშები ისვენებს, ვამზადებთ უგემრიელეს და უმარტივეს კრემს, კრემყველით, კარაქით, ლიმონის წვენითა და შაქრის პუდრით. გაფუმფულებულ ფუნთუშებს ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ხუმალში 185 გრადუსზე 20-30 წუთი. ცხელ ფუნთუშებს ვუსვამთ უგემრიელეს კრემს, ვაღრით მოხალულ თხილს და ჩვენი უგემრიელესი დესერტიც მზადაა.